იცით რა მაინტერესებს? ერთი წუთით ეხა დავასრულებინეთ. უკაცრავად, ხმას მიუწევთ, მე თქვენთან არა, ხმას მიუწევთ უკაცრავად. არა, მიყვირით თუ მტკიცავთ თუ რა შვებით. ესტონალობა ბატონ გიორგი, რომელთაც უნდა მესაუბროთ. დამასრულებინებთ, ხო ნორმალურად მითხარი. დამასრულებინეთ. მივხვდი რომ აღელდით ახლა, არა? კი, აღელდით. ჩემი აღელდება ეს მარტივი არ არის, ამიტომ ალბათ, ძალიან ბევრ წნეხს იტანს. შეთანხმებული ინტერვიუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან დასაწყისში თავაზიანად და მშვიდად დაიწყო. ანციო, აქეთ კითხვა შეგვიძლია. მე ცელი ვკითხე ძალიან ცივა და არ ვიყენებ ამ ფლიგელს. შემოვიდეთ აქეთ. უხერხულია სწორედ. მაგრამ პრინციპში გივი არის. შაბათის ეთერი შეპატიჟება გიორგი კალანდარიშვილმა კართან მიახლოებისთანავე გადაიფიქრა. მიზეს ინტერვიუს დასასრულს მივხვდით, როცა ჩვენმა კამერამ კარს მიღმა მომლოდინე ცესკოს არაფორმალური მმართველი გიორგი ჯავახიშვილი დააფიქსირა. ვის ხელში არჩევნები? ვინ მართავს რეალურად ცესკოს? კალანდარიშვილი თუ ქართული ოცნების მიერ აქ წლების წინ მდივნის პოზიციაზე დანიშნული გიორგი ჯავახიშვილი? საარჩევნო ადმინისტრაციაში არაფორმალური მმართველობის და თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების შესახებ დასმული შეკითხვები იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ცესკოს თავმჯდომარეს ნერვებმა უმტყუნა. მათ არ შეეხოთ რეორგანიზაცია ბატონ გიორგი. რაღაცების ქექვას, რაღაცების ეგ ჩვენი საქმეა ბატონ გიორგი. აბა რა ვაკეთოთ? ამბავი, რომლის კვლევა ძიებასაც კალანდარიშვილი არ გვირჩევს, მისსავე უწყებაში არჩევნების შემდეგ ჩატარებულ საკადრო წმენდას ეხება. უსამართლობის განცდა ნამდვილად გვაქვს. 15 საჯარო მოხელე, რომლებიც დაკავებული თანამდებობებიდან სავარაუდოდ მხოლოდ პოლიტიკური გემოვნების გამო გაათავისუფლეს, არაღიარებული არჩევნების ჩამტარებელს სასამართლოში უჩივის. თუმცა, წმენდაში მოყოლილები იმასაც ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება რეალურად არა გიორგი კალანდარიშვილმა, არამედ გიორგი ჯავახიშვილმა მიიღო. ამბობენ რომ თქვენი გადაწყვეტილებები იყო მთლიანად ბატონ გიორგი და არა კალანდარიშვილის. ვინ აიძულა ამ გადაწყვეტილების მიღება? ზემოდან იყო ეს დავალება? რა საჭიროება? აი თქვენი ცოლი რატო არ გაათავისუფლეთ სამსახურიდან? თქვენი ცოლის ბიძაშვილი, თქვენი ბიძაშვილის შვილი. აი გეტყვით ბატონ გიორგი. სტრუქტურას უნდა ჩახედოთ, სტრუქტურული ცვლილებები. ჯერთი აგვიანებთ სამსახურში, თქვენავე პრივილეგიებიც არ გებლობთ, თქვენ და თქვენი მეუღლე? თქვენ საქმეს მიხედავთ, მე ჩემს საქმეს ვხედავ. თქვენი ცოლის ბიძაშვილი მუშაობს, თქვენი ბიძაშვილის შვილი ბატონ გიორგი. ცესკოს მდივანი ახლა შაბათის კამერას ცოლის ავტომობილით გაურბის. ამ დროს 12 საათს რამდენიმე წუთი აკლია. თამარ კაპანაძე კი ამავე უწყების ხელმძღვანელ ქმართან ერთად სამსახურში წესით 9 საათიდან უნდა იყოს. გიორგი ჯავახიშვილის ცოლი რატო არ გაათავისუფლეთ? მისი ცოლის ბიძაშვილი რატო არ გაათავისუფლეთ? ჯავახიშვილის ბიძაშვილის შვილი რატომ არ გაათავისუფლეთ? მხოლოდ ამ ადამიანებს შეეხოთ ეს რეორგანიზაცია? ვერავინ ვერ მეტყვის იმას, ეხლა თქვენ რაც დაადასტურეთ ეხლა რომ ინსტიტუციას პროტოკოლის ან საერთაშორისო მიმართულებით ურთიერთობების ესე ვთქვათ საჭიროება არ აქვს. მაგ ლოგიკით ის სამსახურებით საჭირო იყო ბატონ გიორგი. თუ ასეთი საჭიროა დღეს 12 საათზე მოვიდა ქალბატონი თამარი სამსახურში, რატომ აგვიანებდა? პრივილეგიებიც არ გებლობს, ჯავახიშვილის მეუღლეა? კი, ნახეთ რომელ საათზეც გამოვიდა სახლიდან. თუ ასეთი საჭიროა მისი თანამდებობა, რატო არ მოდის 9 საათზე, როცა იწყება საჯარო სამსახური მაგალითად? გიორგი ჯავახიშვილს, რომელიც არაერთი წყაროს ცნობით ცესკოს არაფორმალური მმართველია, აქ მხოლოდ ცოლი არ დაუსაქმებია. თამარ კაპანაძის გარდა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსის პოსტს იკავებს, ამავე უწყებაში მუშაობს ჯავახიშვილის ცოლის ბიძაშვილი, ზურაბ ღუღუნიშვილიც. თავად ჯავახიშვილის ბიძაშვილის შვილია ცესკოს ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართულების მენეჯერი გიორგი სტურუა. გიორგი ჯავახიშვილის ოჯახსა და სანათესაოს რეორგანიზაცია არ შეხებიათ. რა უნდა გიპასუხოთ? ყველა პოზიციას აქვს თავისი დატვირთვა, თავისი. ასე ხო ყველაფერზე შეგიძლიათ მიპასუხოთ ბატონ გიორგი? ნახეთ, აბა რა გინდათ მაშინ თუ ახლა არა გეტყვით რა მინდა? ყველა გათავისუფლებული ადამიანი ამბობს რომ ეს თქვენი გადაწყვეტილება არ იყო. ეს იყო გიორგი ჯავახიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად მართავს ცესკოს. ეს არ იყო არც ერთი კონკრეტული პერსონალის გადაწყვეტილება. ფორმალურად ვიცი რომ კომისია აკეთებს კი. ეს აკეთებს კომისია და კომისია თუ არ იზიარებს რომელიმე ნაწილში და სხვათაშორის ამ გადაწყვეტილებას სრული თანხმობა ქონდა ყველა კომისიის წევრი ვინც ეწევოდა. ცესკოში თუ ყველა ის ადამიანი დატოვეთ ვინც ქართული ოცნების და თქვენი ერთგულია ბუნებრივია წინააღმდეგი ვინ იქნება ბატონ გიორგი. ჩვენ შევხვდით ან ვესაუბრეთ ცესკოდან გათავისუფლებულების უმრავლესობას. ყველას პოზიცია თითქმის ერთნაირია. მრავალწლიანი სტაჟის არაერთი შექების, ჯილდოსა და აღიარების მიუხედავად ისინი სამსახურიდან ერთი ხელის მოსმით რეორგანიზაციის მომიზეზებით გაუშვეს. საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობ უკვე 20 წელია. საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობდი 18 წელიწადზე მეტი.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მუშაობ 2008 წლიდან. ცესკოში მუშაობის გამოცდილება ითვლის 21 წელს. საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობ 2010 წლიდან. აქამდე ამ ამბებზე მხოლოდ სხვა პირები ლაპარაკობდნენ. ახლა კი ცესკოს სტაჟიანი თანამშრომლები ყვებიან იმ არაფორმალურ მმართველობასა და უხილავ ხელზე, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნების ბედი გადაწყვიტა. სუსის უხილავ ხელზე რას მეტყვით, ბატონ გიორგი, რომელიც ცესკოში ტრიალებს? ეს ყველაფერი არ არის, რასაც შაბათის ეთერს ცესკოს მიერ რეპრესირებული თანამშრომლები უყვებიან. ძალიან მიჭირს, მაგრამ მიწევს ამის თქმა, რომ სავარაუდოდ არჩევნები გაყალბდა. ამ სიტყვების წარმოთქმა და მოსმენა ყველას ძალიან უჭირს. მათთვის მთავარი ყოველთვის ცესკოს რეპუტაცია იყო და ახლაც ასეა. თუმცა მომხდარი ამბები აფიქრებინებთ, რომ საქმე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფარგლებს ცდება და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მათ სამუშაო ადგილებს, არამედ ქვეყანას, რომელსაც არჩევანის უფლება წაართვეს. ხაროთ სწავლების მონიტორინგის არც ერთი თანამშრომელი არ ვიყავით არჩევნების დღეს არც ერთ უბანზე. უბრალოდ არ გაგვიშვეს, მიზეზი არავინ არ გითხრა. ეკატერინე ბაქრაძე სწავლების მონიტორინგის ჯგუფის წევრი იყო. მის მოვალეობებში შედიოდა ეკონტროლებინა, რამდენად სწორად ატრენინგებდნენ ცესკოს თანამშრომლებს და შემდეგ რამდენად სწორად იყენებდნენ ეს ადამიანები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში. როცა საქმე ხმის მიცემის აპარატებზე დაკვირვება შეეხო, ჩვენ გვინდოდა ამ აპარატების ესე რომ ვთქვათ შესწავლა, ჩვენი ჯგუფის წევრებმა მოვითხოვეთ, თუმცა წვდომა არ მოგწეს. იქ საერთოდ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ისეთი საეჭვო, რაც ჩვენ არ უნდა დაგვენახა, არ ვიცი. მაგალითად, ხომ არ შეეძლოთ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს დაედგინათ, რომ აპარატს არა მხოლოდ ID ბარათის, არამედ პასპორტის ავტომატური გატარება შეეძლო. არაერთი მტკიცებულებით დადგენილია, რომ გაყალბების ერთ-ერთი მექანიზმი სწორედ ხელით შეყვანილი სხვისი პირადი მონაცემები იყო. რეკლამები გადიოდა ტელევიზიით, რომ სიამაყით თან, რომ არც ერთი ვერიფიკაციის აპარატი არ იყო დაკავშირებული ინტერნეტთან. სწორედ ეს მიჩნდა კითხვას. თუ ინტერნეტთან არ არის დაკავშირებული და ბაზებიდან არ მოაქვს საარჩევნო სიები, მაშინ რა იწერება ამ ვერიფიკაციის აპარატებში? რა ჩაიწერება ღმერთმა უწყის? ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ცესკოს თანამშრომლების ნაწილი საარჩევნო პროცესებს ჩამოაშორეს. ხალხს, ვინც საარჩევნო ადმინისტრაციაში 15 წელზე მეტი იმუშავა, არჩევნების დღეს უთხრეს, რომ უნდა დაესვენათ. ამან კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვი იმის შესახებ, რომ გადამწყვეტ დღეებში მაქინაციების სისრულეში მარტივად მოსაყვანად ცესკოს შენობაში რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი უნდა ყოფილიყო. პირველი არჩევნები, როცა სახლში შვილებისთვის დამჭირდა იმის ახსნა, რატომ ვიყავი სახლში და არა სამსახურში. ყველაზე მძიმე ეს იყო, იცით, შედეგების შეჯამებამდე 4 დღით ადრე ონლაინ რეჟიმში გადაგვიყვანეს. ამის არანაირი აუცილებლობა არ იყო. ალბათ რაღაც არ უნდა მენახა. ასეთი რამ საერთოდ წარმოუდგენელი, არა თუ მომხდარი იყოს, ხა თუ თანამშრომელი მკვდარი არ არის, ასე რომ ვთქვათ, უნდა იყოს ოლქში. ახლა სამსახურიდან სწორედ ის ადამიანები გაუშვეს, ვინც გადამწყვეტ დღეებში საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე პროცესებს გაარიდეს. ცესკოს თავმჯდომარე ამ ამბავსაც შემთხვევითობას მიაწერს. რაიმალებოდა ამ შენობაში ისეთი, რასაც არ უნდა დასწრებოდა. არ ვიცი, გეკითხებით. რას ქვია იმალებოდა? ანუ რატომ გაუშვეს ონლაინ რეჟიმში? ასეთი რამე არ მომხდარა არასდროს. არა გაქვს სწორად ინფორმაცია. სწორად მაქვს ინფორმაცია. არა გაქვს, იმიტომ თუ ვინმე იყო ონლაინ რეჟიმში, ჩვენც მნიშვნელოვანი არის საქმე არ გაფუჭდეს. არ გაფუჭდა საქმე. საქმე არ გაფუჭდეს. არ გაფუჭებულა, რომელი საქმე? თქვენ გამო არ დგას ახლა გარეთ ნახევარი საქართველო? ჩვენს გამო. თქვენს მიერ ჩატარებული არჩევნების გამო, ბატონ გიორგი, შუაში არ არის? ყველა კმაყოფი აღიარეს თქვენი არჩევნები. ეთქობა თქვენ ეუთოდილის დასკვნას არ იცნობთ. ეთქობა თქვენ პროკურატურის როგორც კონსტიტუციას კითხულობს ქართული ოცნება თავის ნებაზე, ისე არის ქართული ოცნებასთან არანაირ შემთხვევაში არ არის. ჩვენი შეფასება არის პროკურატურის შუალედური დასკვნა და იმედი მაქვს, რომ იქ არაფერი არ შეიძლება. რომელი ივანიშვილის პროკურატურაზე მეუბნები? არ ვიცი მე ივანიშვილის. ანუ ეუთოდილის დასკვნას მსოფლიო ვერ კითხულობს, თქვენ კითხულობთ და პროკურატურა მხოლოდ. ხო და ნახეთ, ისე უნდა წავიკითხოთ. რომ ცალხად ის რაც გვაწყობს, ისენი ის დასკვნა გინდა და თქვენთვის მეთქვა. კალანდარიშვილის პასუხები კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ რეალურად პროცესებს ცესკოში არა თვითონ, არამედ მართლა გიორგი ჯავახიშვილი მართავს. ამ ამბავს ჩვენ ცესკოს არაერთი თანამშრომელი გვიდასტურებს. ქართული ოცნების სანდო კაცი უწყებაში 2015 წელს ჩანერგეს და უკვე 9 წელია შეუცვლელ საყრდენად იქცა. თავმჯდომარეები მიდიან და მოდიან, ჯავახიშვილი კი სულ პოსტზეა. ამბები არ ემანება და დავალებები, დირექტივები, მათ შორის ბრძანებები და მათ შორის ყური საწევები. საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციით მას ეს უწყება პირადად ივანიშვილმა ჩააბარა.
ამ არჩევნებზე კი ჯავახიშვილი როგორც ჩანს მარტო არ ყოფილა. ცესკოში არაერთი უცხო პირი მიიყვანეს სავარაუდოდ თანამშრომლების თვალთვალისა და ფარული მოსმენებისთვის. ცესკო შენობაში დადიოდნენ ადამიანები არსაიდან, რომელთა შესახებ არაფერი ვიცოდით, არც ის ვიცოდით, რა ფუნქციით იყვნენ, რას აკეთებდნენ. არაერთხელ გავუფრთხილები ვართ კეთილმოსურნეებს, რომ შენი სამუშაო სივრცე ისმინება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის გიორგი ჯავახიშვილის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ რეალურად ცესკოს მმართველი არის გიორგი ჯავახიშვილი. ყველა გადაწყვეტილებას ის იღებს და ეს არ არის ახალი, ეს ყველა მიცის. ცესკოს დე-ფაქტო მმართველს გიორგი ჯავახიშვილს ჩვენ დიღომში მდიდრულ დასახლებაში მივაკითხეთ. როგორც ირკვევა, ამ სახლის მხოლოდ მშენებლობა 280,000 ლარი დაჯდა. თითქმის 200,000 ლარი გადაიხადა ჯავახიშვილმა მიწის ნაკვეთში. ეს რაც ფურცელზე წერია. დეკლარაციაში არაფერია სარემონტო ხარჯებსა და ავეჯზე, რაც ჯამში 9 მილიონზე ბევრად მეტი გამოდის. თუმცა არც ეს არის ყველაფერი. ცესკოს დიმის მიერ დეკლარირებული ქონების ნუსხაში ვკითხულობთ, რომ ნადარბაზევის ბაღების გასაშენებლად მას მიწის 7 ნაკვეთი აქვს შეძენილი. 100,000 ლარიანი ავტომობილით გადაადგილდება ჯავახიშვილის ცოლიც. თქვენ თანავთ მთავარი ბრალდებები, თქვენ ყოფილხართ ცესკოს Deep State და გლობალური ომის პარტია, როგორც ისინი ყვებიან, თქვენ მიგიღიათ ყველა ეს გადაწყვეტილება. არ ვიცი, თქვენი გუნდი აბობს მაგას ქართული ოცნება. ქართული ოცნება? არ ხართ. უპარტიოა, არა, აპოლიტიკური ცესკო. რატო გათავისუფლებულ თანამშრომლებს? მაგაზე კი პასუხი მე მიმართეთ იმას ეს. არა. რისთვის უშვებდნენ სამსახურიდან? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გათავისუფლებულების ერთი ნაწილი კალენდარიშვილს პირისპირ შეხვდა. სწორედ ისინი გვიყვებიან, რომ ცესკოს საჩვენებელი თავმჯდომარე თანამშრომლებს მინიშნებას აძლევდა, რომ ეს ზევიდან მიღებული გადაწყვეტილება იყო. თანამშრომლები მეუბნებიან, რომ თქვენ გიტირიათ, როდესაც თქვენთან შემოვიდნენ. დიახ. ამდენიმე შემთხვევაში გიტირიათ, რომ არ გინდოდათ ამის გაკეთება. პირდაპირ გაგებით კი. რო ვიცოდე, იმიტომ რომ ინტერპრეტაცია დატოვა ჩემთან საუბარმა. რომ თქვენთვისაც მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, ამის ნიშნად. არა, მძიმე არის ისე სამსახურებრივი ურთიერთობებიდან განშორება იქნება თუ პირადი ურთიერთობებიდან განშორება, რა თქმა უნდა, რთული არის. რასაც კალენდარიშვილი პრაქტიკულად ადასტურებს, მისი რეალური მმართველი რა თქმა უნდა უარყოფს. თქვენ ატირეთ მართლა კალენდარიშვილი? ბატონო? ყველა თანამშრომელთან უტირია, ვინც მიდიოდა. ვინც არა, მე ვერ გეტყვით, მათი კონფიდენციალურობა დაცულია. სტაჟი და დამსახურება, რომ ცესკოს მოქმედი ადმინისტრაციისთვის არაფერს ნიშნავს, ამისთვის ლიანა ქათამაძის მაგალითით საკმარისია. 33 წლის განმავლობაში ქალბატონი ლიანას ხელში გამოიარა დამოუკიდებელი საქართველოს ყველა არჩევნებმა. თანამშრომლები, რომლებიც გაგვიშვეს, ლოიალურები არ იყვნენ არსებული მთავრობის და მმართველი პარტიის მიერ, მე არ ვიყავ ის თანამშრომელი, რომელსაც ნებისმიერ დავალებას მიცემდი. მე ჯერ პირველ რიგში მაინც მოქალაქე ვარ და მე მაქვს უკვე რაღაც სხვა სამსახური, სხვა სტატუსი და ასე შემდეგ. და ამიტომაც საერთოდ ვერ წარმომედგინა ის, რომ ჩემი გასვლა აქციაზე შეიძლებოდა გამხდარიყო. თითი დაუქნიეს ესე რომ ვთქვათ, რომ თუ სხვა ვიღაცა რამეს დაწერს სოციალურ ქსელში, ისინი ჩვენ გზას გაუყვებიან. ჩვენი ეს პროტესტი ცესკოს არ მიემართება, ეს მიემართება სისტემას, რომელიც თავისი საცეცებით მართავს მათ შორის ცესკოსაც. და ერთ-ერთი მთავარი საცეცია ჯავახიშვილი. მე ვამბობ, რომ ცესკოს ჭირდება შველა. ქართული ოცნების მიერ დაწყებული ბრძოლა განსხვავებული აზრის მიმართ იმდენად დაუნდობელია, რომ ანგარიშს არც საკუთარ თანაგუნდელებს უწევენ. სამსახურიდან გათავისუფლებულებს შორის არის მმართველი პარტიის დეპუტატის თენგი შარმანაშვილის ძმაც. თამაშ შარმანაშვილი, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარის მრჩევლის პოსტი ეკავა, საარჩევნო ადმინისტრაციიდან გამოჟონილი ინფორმაციით, ძმის რჩეულ ივანიშვილის გუნდს არ გულშემატკივრობდა. რატო უნდა ვეთანხმებოდე ამას ბრმად? მხოლოდ იმიტომ რომ ხელფასს მიხდიან ისევ ხალხის ამოღებული ფულიდან? დეპარტამენტს, რომლის ლიკვიდაციაც სრულად მოახდინეს დავით კირთაძის მეუღლე სოფო სიჭინავა ხელმძღვანელობდა. მაინც და მაინც ის დეპარტამენტი რომ არის ეს ვისმა მეუღლემაც თქვენს მიმართ ეს პროტესტის ფორმა გამოხატა და შეგასხადა. ანუ ესეც დაემთხვა მაგას გეკითხებით. არც ის მეუღლე აღარ არის დღეს ჩვენი თანამშრომელი და არც მეორე მეუღლე, ორი მეუღლის ორივე მხარე არ არის. ყველაზე მეტი შექება, ჯილდო, თქვა, წარმატება ქონდა. არანაკლები ჯილდოები აქვს სხვა. ანუ აღარ გჭირდებოდათ ეგ სამსახური? თუ სხვა შეითავსებს, მაგას გეკითხებით. ხო, გიკითხავს გისვა. ხო, და გიხსნით.
რეპრესიები შეეხო სხვა დეპარტამენტებსა და ხელშეკრულებით აყვანილ მოხელეებსაც. მათ უფლებებს სასამართლოში სამართლიანი არჩევნების იურისტთა გუნდი დაიცავს. ცესკო ფიქრობდა და ზოგადად ქართული ოცნება, რომ ახლა უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაიწყება დამზადებას, დედაქალაქში მაინც დაბალი მხარდაჭერა იყო, ამიტომ ამ ყველაფერს უზრუნველსაყოფად სავარაუდოდ საჭიროა კიდევ მეტი დაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ თუ კი ვინმე არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ან უბრალოდ ნეიტრალური ადამიანი, ალბათ, ვთქვათ, მათი მოშორებაც ამ სივრციდან. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები ოცნებამ ცესკოში დაწყებული საკადრო წმენდის შემდეგ შეიტანა. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიის ერთგულების სახელით საბიუჯეტო ორგანიზაციებში რეპრესიები ისევ გაგრძელდება. საკუთარ ნებასურვილებზე მორგებული კანონი კი ივანიშვილს დაეხმარება ფონს სასამართლო დავების გარეშე გავიდეს. მედიასთან გვესაუბრეთ ბატონ